ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ბრალს დღეს წარუდგენენ ვლადიმერ სტეფანიანს, რომელმაც ოცნების საარჩევნო ყულაბაში ჯამში 100,000 ლარი ჩარიცხა, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოცნების გამოძიება ამტკიცებს, რომ მან ბაკურიანში ბიზნესი უკანონო დააწყო. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა. მაშინ ღარიბაშვილი სტეფანიანს რომეო მიქაუტაძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში შეხვდა. აქედან 3 უკვე მძიმე დანაშაულში ამხილებული, დავითაშვილი კი თანამდებობიდანაა მოხსნილი. თამარ დემეტრაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. დიახ, როგორ ააშენა ვლადიმერ სტეფანიანმა ბაკურიანში უნებართოდ 5 სასტუმრო, კერძო საბაგირო და სათხილამურო ტრასა ისე რომ ვერავინ სახელმწიფო უწყებებიდან ამის შესახებ ვერაფერი გაიგო. ამ კითხვაზე სამართლებრივი პასუხი გამოძიებას ჯერ არ გაუწია, თუმცა კრისტალ ჯგუფი რომ ბაკურიანში მშენებლობას აწარმოებდა, ამის შესახებ უმაღლესი თანამდებობის პირებმა ძალიან კარგადაც იცოდნენ. ვიდეო, რომელიც მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის YouTube გვერდზე 2 წლის წინ ატვირთული ჩანს, როგორ ათვალიერებს კრისტალ ჯგუფის მიერ აშენებულ ინფრასტრუქტურას ეკონომიკის მაშინდელ მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მის უკვე დაკავებულ მოადგილე რომეო მიქაუტაძესთან ერთად. ვლადიმერ სტეფანიანი მათ უხსნის სად და როგორ გაივლის საბაგიროები და როგორი იქნება პროექტი დასრულების შემდეგ. სტეფანიანი ვიდეოში ამბობს, რომ ესაა კერძო ინვესტიცია და ის რაც გაკეთდა უკვე 5 მილიონ ევრომდე დაჯდა. პროექტმა შეასრულა ის ფუნქცია, რომ ოხტა მეტარბიდან დიდველი გააერთია. ხილამურები შეძლება უკვე ოხტიდან დიდველზე გადასვლას და დიდველიდან ოხტაზე და ეს ძალიან შეამცირებს. ეს არის კერძო ინვესტიცია. ეს არის კერძო ინვესტიცია. რამდენი განხორციელებულია? ორივე პროექტი 5 მილიონი ევროა. ძალიან მაგარი. მადლობა მუდმივად ვლადიმერს. ამ ვიდეოზე მყოფი საჯარო მოხელებიდან 2 ბრალი აქვს წაყენებული, ერთი კი თანამდებობიდან გაშვებულია. დაუმძიმდება თუ არა ბრალი უკვე ბრალდებულ ღარიბაშვილსა და მიქაუტაძეს და დაემატება თუ არა ამ სიას ლევან დავითაშვილი და ბაკურიანის ადგილობრივი ხელმძღვანელები. ეს უახლოეს ხანებში გამოჩნდება. საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დანაშაულში ხელშემწყობი საჯარო მოხელების დადგენის მიზნით პროცესი გრძელდება, გამოძიება გრძელდება. კორუფციის მკვლევრები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავი სტრუქტურების ქვეყანაში არსებული ტოტალური კორუფცია და უკანონობა, რაზეც მრავალი წელი თავად საუბრობდნენ, სრულად გამოავლინა და ამ უკანონობის მასშტაბი წარმოუდგენელ ზღვარს აღწევს. ამ ყველაფრის შემოქმედი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველობის სტილია. ახლა იჭერენ მათ, ვინც სჭირდებათ და ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს კორუფციასთან, ბრძოლასთან. სისტემა ანადგურებს მათ, ვინც თავადვე შექმნა. პრემიერი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ადგილზე იყვნენ. ლენტი გაჭრეს. ამას ტაშუკრავდა პარლამენტიდან მდინარაძე კობახიძე. თუმცა როგორც კი ოლიგარქს დასჭირდა, ეს ყველაფერი უკანონოდ გასაღდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად იყვნენ ამ დროს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, სად იყო სუსის საგამოძიებო, სად იყო რაჟდენ კუპრაშვილი, თვალები ჰქონდათ დახუჭული? არა, უბრალოდ, როდესაც ივანიშვილს დასჭირდა, კანონი ამუშავდა. ეს აღარ არის სახელმწიფო, ეს არის ერთი რუსი ოლიგარქის კერძო შეპესად ქცეული ქვეყანა. ბაკურიანის მაგალითი არის კარგად გასააზრებელი, იმიტომ რომ აქ ნათლად ჩანს სისტემური პრობლემა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობით იყო საკრებულო მერია, ასევე მაგალითად ბაკურიანში შექმნილი ბაკურიანის განვითარების სააგენტო, რომელსაც ასევე მშენებლობების გარკვეული მონიტორინგი ჰქონდა დავალებული, ასევე ის ორგანიზაციები მთის კურორტების სააგენტო, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მაგალითად საბაგიროების აშენება. ძალიან ნათლად ჩანს, სად მიქონდა ამ ადამიანს ეს ფული, ხო? ანუ რა ფულსაც შოულობდა ამ უკანონო სასტუმროებით, ეს ფული მიქონდა ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება ფაქტობრივად მოპარული ფულით ფინანსდებოდა ყველა არჩევნებზე. კრისტალ ჯგუფის დაფუძნებლის ბიზნესი ბაკურიანის საკურორტო ზონას უკავშირდება. მის საკუთრებაშია კიდევ რამდენიმე სასტუმროში წილები, ასევე ნიკორა ბაკურიანის 50%-იანი წილი. ვლადიმერ სტეფანიანი ოცნების შემწირველია. მას 2021 წელს ქართული ოცნებისთვის 50,000 ლარი აქვს შეწირული, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის ასევე 60,000 ლარი. სტეფანიანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.